მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმებით თქვენს ტელევიზიას, თქვენს მაყურებელს. მადლობელი ვარ ჩემი ტელევიზიაში მოწვევისათვის, რადგან ალბათ თვლით, რომ ჩემი აზრი კომპეტენტური არის მნიშვნელოვანი თქვენი აუდიტორიისათვის. დღეს ქვეყანაში ძალიან რთული მდგომარეობაა მეგობრებო. მე როგორც კულტუროლოგის დოქტორი ძალიან ნაკლებად ვხებულობ ისეთ გადაცემებში მონაწილეობას, რომელიც არ არის და ზოგადად არ ვღებულობ მონაწილეობას იმ გადაცემებში, სადაც ჩემი კომპეტენცია, პროფესიონალიზმი არ არის საჭირო. მაგრამ მე როგორც მოქალაქე, პიროვნება, ადამიანი, მეცნიერი დედა თვლი თავს ვალდებულად, რა თქმა უნდა, ჩემი სათქმელი თქვა დღევანდელ მიმდინარე მძიმე ფონზე, რაც არის დღესდღეობით საქართველოში. დღეს ჩვენ გვაქვს ურთულესი მდგომარეობა, მეგობრებო. საშინელებაა ის, რომ ჩვენი ახალგაზრდობა, სტუდენტობა გამოვიდა ქუჩაში თავის მშობლებთან, ბევრი შვილებთან, მოხუცებებთან, ბაბუებთან ერთად და პროტესტს გამოთქვამენ იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც ხდება დღეს საქართველოში. ჩვენ გვაქვს ორი მიმართულება ამ წუთში ქვეყანა დგას ორი მიმართულების წინაშე, ეს არის ევროპის მიმართულებით გზა და გზა, ანუ ისევ ძველი პოლიტიკიდან გამომდინარე რუსეთისაკენ. საზოგადოების დიდ ნაწილს მოგეხსენებათ ევროპის მიმართულება აინტერესებს, ევროპული ცივილიზაციების წვდომა და ანუ თანადგომა და პროგრესული განვითარება ამ მიმართულებით უფრო პროგრესულად მიაჩნიათ საქართველოსთვის და არა მეორე გზა. სამწუხაროდ ხელისუფლება ეტყობა ნაკლებად უსმეს ადგილობრივ მოსახლეობას, რადგან ხედავთ, რომ იმ თავისუფალ აზრს, რასაც დღეს საზოგადოება გამოხატავს, ძირითადად ჩვენი ახალგაზრდობა და ანუ მომავალი თაობა, რომელზედაც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის პროგრესული განვითარება და ძალიან მწუხვა, რომ დღეს საქართველოში, ჩემს სამშობლოში არის ეს საშინელი მდგომარეობა. დიახაც, სწორედაც არის საშინელი მდგომარეობა, რადგან თავისუფალი აზრი ამ წუთში არის დადრგუნული. აი მე ვიცი რამდენიმე ახალგაზრდა ჩემი მიმდინარე სტუდენტი, ყოფილი სტუდენტები, რომლებიც ფაქტიურად დღეს იმყოფებიან თავისუფალი სიტყვის გამო პატივნის მდგომარეობაში. ეს არის საშინელება. მე რა თქმა უნდა ვეწინააღმდეგები ყოველგვარ ვანდალურ ქმედებას, რომელსაც ჩაიდენს ესა თუ ის მხარე ეს იქნება მოწინააღმდეგე, თუ არ იქნება, თუ ვინც იქნება. ისეთი ვანდალიზმისაგან, რასაც ქვია რა, იმეს დარბევა, განადგურება, დამსხვრევა და დაუშვათ ცუდად ანუ წყლის ჭავლის შესხმა და რაღაც საშინელებები, რაც ზოგადად ხდება დღეს საქართველოში, ყოველად მიუღებელია. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამ მსგავს უხამს იქმედებებისა, მაგრამ ის რომ არ მოусმინოთ ჩვენს მომავალ თაობას, ჩვენ შვილებს, ჩვენი ქვეყნის მომავალს არავის არანაირი უფლება არ აქვს. რა თქმა უნდა, ხალხი ბევრმა ისეთმა შეცდომებმა, მე ვთვლი რომ შეცდომებმა, რომელსაც პოლიტიკოსები დღეს უშვებენ, გამოიწვია ხალხის გაღიზიანება, აი თუნდაც იმ მნიშვნელოვანი საკითხის გამო, რასაც ქვია პრეზიდენტად ყავილაშვილის არჩევა. ის ხალხს კონკრეტულად არ აურჩევია, ჩვენ ვიცით რა როგორ იყო, ხალხს უნდა გააკეთოს თავისი კონკრეტული არჩევანი ამა თუ იმ პიროვნებებზე. რა თქმა უნდა, ეს არჩევანი არ არის ინდივიდუალური და არ უნდა გადაწყვიტოს ერთმა და ორმა ადამიანმა, ძირითადმა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს ეს არჩევა. აი სწორედ ამ ძირითადი ფაქტიურად შეხედულებების გამო, რომელიც ხალხს არ მოსწონს პოლიტიკური დღევანდელი გადაწყვეტილებებისა, გამოვიდა წინააღმდეგ და ანუ წინააღმდეგობისა და სიტყვის უფლება ნამდვილად ყველას გვაქვს, ეს უფლებები უნდა იყოს დაცული და მე ვთხოვ ყველას, ეს ხელისუფალი იქნება თუ ვინც ნებისმიერი პიროვნება დაიცვას ის ეროვნული ეტიკეტები, რაც ზოგადად ჩვენ ქართულ ხალხს გაგვაჩნია. ერთმანეთს პატივი დაუდგეთ გვერდში, მოусმინოთ ურთიერთპატივისცემით, საერთო აზრის შეჯერებით, რომელიც უკეთესობისგან წაიყვანს ჩვენ ქვეყანას, რა თქმა უნდა გავერთიანდეთ. ჩემი კონკრეტული დავალება იყო დღეს, მე როგორც პიროვნებას მეცნიერს წარმომედგინა 5 კანდიდატურა ისეთი პიროვნებებისა, რომლებიც მე მომწონს და მიმაჩნია მართებულად, რომ იმ ძიმე სოციალურ ფონდს, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანა, ჩემი საქართველო არსებობს, რა თქმა უნდა, მძიმე მდგომარეობა არის, ყველანაირად იცით ახლა რამდენიმე დღეა, აი 2 კვირა და მგონი მეტიც არის, რაც რუსთაველის გამზირი ქალაქის ცენტრი არის პარალიზებული, არის ყოველდღიური გამოსვლები და რავი ძალიან ბევრი
საპროტესტო გამოსვლებია, ბევრი საწინააღმდეგო წინადადებებია, რასაც ქვია იდეოლოგი, საერთო ენის გამონახვა, ეს ამ ეტაპამდე ჯერჯერობით მოუხერხებელი და არ შემდგარია. რაც სამწუხაროა და რა თქმა უნდა ეს გონივრულად, დიალოგით, ურთიერთასთან ერთმანეთის პატივისცემით ეს საკითხები ამდაგვარად უნდა მოგვარდეს და არა გამოსვლებით და უხამსიქმედებებით და თუნდაც ერთმანეთის ლანძღვით. ეს ყოველად მიუღებელია, რა თქმა უნდა, გთხოვთ გონიერებისაკენ ყველას დიდი იქნება ეს პატარა რიგითი ადამიანი მეცნიერი თუ ვინც იქნება. მე რა თქმა უნდა დღევანდელი ჩემი მისია უნდა შევასრულო, წარმოვადგინო ჩემი როგორც პიროვნება კანდიდატურები, რომლებიც ამ რთულ შექმნილ სიტუაციაში ქვეყანას ხვალინდელი დღიდან და დანარჩენი დღეებიდან და ზოგადად სამომავლოდ ჩემს ქვეყანას კრიზისიდანაც გამოიყვანს ეკონომიკური მდგომარეობითაც და დაალაგებს იმ რთულ პოლიტიკურ სიტუაციას, რაც არის დღეს საქართველოში. სამწუხარია კიდე ერთხელ ვიმეორებ ის აშინელება, რაც მოხდა, რაც ხდება კიდე ამ დრომდე და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვეცადეთ, რომ აი ხვალინდელი დღე გაგვიცანოს უფლმა მშვიდობით, მაგრამ ამ მშვიდობასთან ერთად ჩვენ ქვეყნის უკეთესი მომავალი რა თქმა უნდა განმავითაროთ და ამის საფუძველი ეხა უნდა შევქმნათ. პოლიტიკურ არენაზე მე როგორც მეცნიერ და კულტუროლოგს მიმაჩნია უნდა იყოს პოლიტოლოგი, პოლიტიკურად თეორიული განათლების და განვითარების და შესაძლებლობების მქონე ადამიანი, რომელსაც შეწევს აქვს ორიენტაციის უნარი, კომუნიკაციის უნარი, აქვს პოლიტოლოგიური განათლება და შეიძლება არც ჰქონდეს პოლიტოლოგიური განათლება, მაგრამ იყოს დიდი პატრიოტი და აკმაყოფილებდეს ზოგადად იმ ძირითად ნიუანსებს, რაც დაუშვათ ქვეყნის ლიდერს სჭირდება. პირველ რიგში ეს არის განათლება. მეგობრებო, მოგვეხსენებათ, რომ საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა სამი ფენა. ყოველ შემთხვევაში 21 საუკუნის დასაწყისამდე ეს ნამდვილად იყო ასე. ამ სამ ფენაში შედიოდა, რა თქმა უნდა, პირველ საფეხურზე იყო სულიერი არისტოკრატია, ნიჭიერი მეცნიერები, ხელოვანი ადამიანები, მეორე საფეხურზე მოდიოდა თანამდებობრივი არისტოკრატია. მესამე საფეხური იყო ფულადი არისტოკრატია. სამწუხაროდ დღეს ინტელიგენცია, მეცნიერება ძალიან მწუხვარ ამას რომ ვამბობთ უმეტეს საჯარო ტელევიზიით, მაგრამ ძალიან დათრგუნული და შეურაცხყოფილია დღეს. აი თუნდაც მარტო ერთი მაგალითის გათვალისწინებით, რაც დღევანდელ რეალობაში ხდება. ჩვენ პრეზიდენტად გვეყოლება ალბათ 29-ში ინაუგურაცია იქნება ბატონი ყაველაშვილის და მე ვთვლი რომ ეს პიროვნება ნამდვილად არ უნდა იყოს ხელისუფლების ლიდერი, ქვეყნის პრეზიდენტი, რადგან მას შესაბამისი კომპეტენცია ვფიქრობ, რომ არ გააჩნია. აი ჩემი შეხედულებით კომპეტენცია გააჩნია გამოცდილ პოლიტიკოს, რომელმაც რამოდენიმე წელი მოღვაწეა პოლიტიკურ ზარბიელზე, ნიჭიერ ადამიანს განათლებას არ ვფიქრობ და არ ვამბობ და არ ვამტკიცებ იმას, რომ მაინც და მაინც უნდა იყოს სამეცნიერო წოდებით, მაღალი რანგის თეორიული განათლებით, იყოს ძალიან კარგი ეკონომიური მიმართულებით და იურიდიული მიმართულებით რიგი ფუნდამენტური საკითხების მცოდნე, ძალიან უნდა უყვარდეს სამშობლო, უნდა იყოს პატიოსანი, კეთილსინდისიერი, იდეალური თავისი ოჯახით, რომელიც რა თქმა უნდა სახელმწიფოსაც კარგად გაუძღვება. ძალიან ბევრი მნიშვნელობა აქვს, დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს მეგობრებო. თუ ჩვენ ხელისუფლებაში არ გვეყოლება განათლებული და ზოგადად სახელმწიფოში მოგეხსენებათ, ეხლა თქვენ იცნობთ სხვა სახელმწიფოებსაც დარწმუნებული ვარ განვითარებულ ქვეყნებს, სადაც განათლებული ადამიანი არ დაფასებულა, იმ ქვეყნის განვითარება არ ყოფილა მეგობრებო. ასე რომ ჩვენ უნდა ვცეთ თვითონ ჩვენს განათლებას, ჩვენს წარსულ ისტორიას პატივი და ეს პატივისცემა უნდა გამოყატოს და უნდა რა თქმა უნდა იმედი უნდა გქონდეს რომ პიროვნება რომელიც იქნება ლიდერი ქვეყნისა ეს პრეზიდენტი იქნება თუ ვინც იქნება უნდა იყოს ისეთი ინტელექტის მქონე ადამიანი რომელიც მისი ქვეყნის ტრადიციებს, კულტურას, ისტორიას, ყველაფერს ცემს პატივს, არის დამფასებელი და ამასთანავე დამცველი. ასეთ პოლიტიკოს ადამიანებად მე ფაქტიურად იცარბიელზე პრემიერ-მინისტრად მაგალითად მოვიაზრებ ვერ დავასახელებ ხუთ კანდიდატურას, მე მხოლოდ დავასახელებ ორ კანდიდატურას. პიროვნებებს ისეთ, რომლებიც იყვნენ პოლიტიკაში იმოღვაწეოს და დატოვეს ნათელი კვალი მეგობრებო. პატიოსნად იშრომეს, უყვარდათ ნამდვილად სამშობლო და დღესაც უყვართ, არიან განათლებული ადამიანები და შესწევთ უნარი ამასთანავე იმ პოლიტიკური ძირითადი სადავეების მომართვას, რომელიც ქვეყანას ეკონომიური და კულტურული განვითარებისთვის, ასე ვთქვათ, მომართავს და წაიყვანს წინ. ასეთი ორი ადამიანი მე ვერ დავასახელებ ამავდროულად ისეთ ადამიანებს, ვისაც მე არ ვიცნობ და არ
ვიცი როგორი პოლიტიკოსები იყვნენ ისინი. იცით, არავინ არ არის შეუცდომელი რაღაც შეცდომები ცხოვრებაში ყველას მოხსულია, მაგრამ უნდა ვიცნობდი ადამიანს, რომელსაც ბევრი შეცდომები არა, შეიძლება მიზერული კონდეს იდეალურ ადამიანსაც ყველა ვერ მოიწონებს, არა? რაღაც შეხედულება სხვა მოწინააღმდეგე ოპოზიციურ მხარესაც ექნება მასზე უარყოფითი. მაგრამ ზოგადად უნდა ავრჩიოთ ლიდერად ისეთი ადამიანი, რომელმაც ნათელი ცხოვრებით იცხოვრა და დღესაც კიდევ შესტკივა გული ქვეყნის კეთილდღეობაზე, აქვს პროგრამები და შეუძლიათ თავი გაართვან იმ სულ სიბრძნელეებს, რომელიც ფაქტიურად არსებობს ჩვენ ქვეყანაში და რომელიც მე ვთვლი, რომ ანუ მათი ძალისხმევით და მათ გვერდში თანადგომით ჩვენ ქვეყანას განვავითარებთ და არა მარტო ჩვენ შვილებს, ფაქტიურად სიბერეთ შეიძლება ჩვენ გქონდეს გარანტირებული იმასაკის თაობას, რომელიც უკვე 60 წელს ზემოთ არის. საბედნიეროდ საქართველოს ამის პოტენციალი გააჩნია, ჩვენ აგრარული ქვეყანა ვართ, შეიძლება სოფლის მიმართულებით ძალიან ბევრი დარგი ამოქმედეს, გაძლიერდეს, ჩვენ არ უნდა ვიყოთ უცხოეთის კაპიტალზე დამოკიდებული, არ უნდა ვიყოთ იმ ინვესტიციებზე და იმ შემოტანილ პროდუქციაზე დამოკიდებული, რომელიც ზოგადად რეალიზაციას გადის ჩვენ ქვეყანაში. რატომაც არა, აი თუ წავიდა საზღვარგარეთ ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი და სამწუხაროდ გავიგეთ დღეს რომ 2 მილიონამდე ქართველი უკვე სამშობლოდან არის წასული, ეს საშინელი სტატისტიკაა მეგობრებო. ეს არის ქვეყნის ასე ვთქვათ ძალიან დიდი უბედურება. თუ არ ქონდა ამ ადამიანებს უკიდურეს და უმძიმესი მდგომარეობა, ალბათ ისინი ოჯახებს არ დატოვებდნენ და სხვაგან არ წავიდოდნენ ელემენტარული საარსებო მინიმუმის მოსაპოვებლად. შეიძლება უშრომელად არც ერთ ქვეყანაში პატიოშანის შრომის გარდა სხვა ხელფას არავინ არ გადაგიხდის და იგივე შრომით, კეთილსინდისიერებით, თავდაუზოგავი, ანუ მონდომებული ინტერესით შეიძლება აქაც ვაკეთოთ, ვაშენოთ ეროვნული საქმე. ეს იქნება ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი და მეტად საჭირო საქმე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა გაკეთოს და ჩვენვე ქართველებმა ეს ყველაფერი ჩვენ ქვეყანას უნდა გავუკეთოს ჩვენი კეთილდღეობისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. რაც შეეხება აი ჩემს კონკრეტულ დავალებას, რომ მე უნდა დავასახელო ორი მომავალი, ანუ ყოველ შემთხვევაში ისეთი პიროვნები, ვისაც შესწევს უნარი ქვეყნის განვითარებისა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმ მძიმე კრიზისული სიტუაციიდან გამოყვანისა, ეს ორი პიროვნება არის ადამიანები, რომელსაც მე ვიცნობ როგორც კარგ პოლიტიკოსებს, კარგ ადამიანებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ადამიანებს, რომელსაც შესწევთ უნარი იმ რთული კრიზისული მდგომარეობიდან, რომელ მდგომარეობაში დღეს ჩვენ ვართ და არის საქართველო, გამოიყვანს ასეთი ძლიერი პოლიტიკოსები, რომელსაც ახლა ჩემი შეხედულება, რა თქმა უნდა, ჩემი ვერსია, მაგრამ მე გავაჟღერებ ამ გვარებს და თუ იქნება საზოგადოების თანადგომა, უფლის წყალობით იმედია ხვალინდელი და დანარჩენი დღეები ჩვენ ცხოვრებაში გვექნება მშვიდობიანი და ჩვენი ქვეყნის პროგრესულ განვითარებას ჩვენ შევძლებთ. ეს ადამიანები არიან ჩემ თვალში ძალიან დიდი მეცნიერი, ერთი მათ შორის, რომელსაც მე ძალიან პირველ პლანზე ვაყენებ როგორც დიდ მეცნიერს და კარგ ადამიანს, ეს არის ბატონი ლადო პაპავა. ბატონი ლადო პაპავა არის უნიჭიერესი აკადემიკოსი, რომელიც იყო პოლიტიკაში, რომელსაც დღესაც შესწევს უნარი ქვეყნის სადავეებს უხელმძღვანელოს ისე, რომ ჩვენი მდგომარეობა, ცხოვრება წავიდეს უკეთესობისაკენ. შეიძლება იყოს აკადემიკოსი ადამიანი, მაგრამ მას არ შეეძლოს დიპლომატიურად პოლიტიკური პროგრესის მოტანა ქვეყნისთვის, მაგრამ ეკონომიკის მინისტრი, რომელიც პოლიტიკაშიც იყო და იყო წარმატებული და იყო კარგი რექტორი, თუნდაც როცა უნივერსიტეტის რექტორი იყო და ძალიან კარგი ადამიანი, როგორც პიროვნება და მთავარია ადამიანი, პიროვნულადაც არ არის აუცილებელი თუ დიდი მეცნიერი არ იქნება ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს და როგორი სტატუსიც ქონდეს არ უნდა იყოს ადამიანურ ვალდებულებად მე პირადად ვთვლი, რომ უნდა იყოს კეთილსინდისიერი, პატრიოტი და კარგი კეთილშობილი ადამიანი. ეს თვისებები ყველაფერი ახასიათებს ბატონ ლადოს, თუ ბატონი ლადო რამდენად იქნება თანახმა ყველაფერზე და დროას მოგვიტანს არ ვიცი, მაგრამ როგორც ადამიანს მე მაქვს ეს შეხედულება მასზე და აი პირველ ლიდერად მე მაგალითად დიდი პატივისცემით თუ კი ეს კანდიდატურა იქნება განხილვაში, აი ძალიან დიდი პატივისცემით და იმედით
მე ამ ადამიანს დავუჭერ მხარს. მეორე პიროვნება, რომელიც ასევე რომელსაც მე ასევე ვიცნობ, ძალიან ბევრი გითხრა სიმართლედ ვიცნობ ბევრ პოლიტიკოს, რომელიც დღესაც ქართულ ოცნებაში არიან ბევრი კარგი პოლიტიკოსები, მართალია ცოტანი არიან ისინი, მაგრამ კარგები არიან ნამდვილად მეგობრებო, მე მათაც პატივცემ. რა თქმა უნდა, რიგი პიროვნებები მე ჩემი ვერსია მაქვს და მე ჩემ ორ პიროვნებას კანდიდატურას წარმოვადგენ სხვა მეცნიერები და სხვა ადამიანები, არ არის მეცნიერებაზე მარტო საუბარი, ყველას აქვს უფლება თავისი აზრი გამოხატოს, თავიანთი კანდიდატურები ეყოლებათ, მაგრამ მე ვასახელებ ჩემი სანაცნობოდან, ჩემი შეხედულებებით, ჩემი ურთიერთდამოკიდებულებით და ურთიერთპატივისცემით ამ ადამიანებს. მეორე პიროვნება, რომელიც ჩემი კანდიდატურა იქნება, ეს არის ბატონი თემურ შაშიაშვილი, რომელიც იყო პოლიტიკურ სარბიელზე და დღესაც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ არა იმ წინა პლანზე და იმ რეგალიებში, რომელსაც ახლა ფაქტურად ჩვენი ხელისუფლება წარმოადგენს, მაგრამ ეს ადამიანი ყოველთვის იყო პატრიოტი, კეთილსინდისიერი, მე მას 10 წლები ავიცნობ და მასში ვხედავ იმ პოტენციალს, რომელსაც გააჩნია პროგრამები ისეთი, რომელიც ამ თუ მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანს მისი პროგრამით ქვეყანას და რა თქმა უნდა მას მთელი მეცნიერთა გუნდი უდგას გვერდით, მეც ერთ-ერთი ამ მეცნიერთა კონგრესის წევრი ვარ და რომ არ ვიცნობდე კარგად, არ ვიცოდე მისი შესაძლებლობები, ინტელექტი, განათლება და თუნდაც ის რომ ძალიან დიდი პატრიოტი, ალბათ ჩემი კანდიდატურა ვერ იქნებოდა. დანარჩენ კანდიდატურებს რაც შეეხება, ანუ სამ კანდიდატურას მე კონკრეტულად ვერ ვასახელებ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მე პიროვნულად კარგად არ ვიცნობ, ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ვიცნობ, კიდე ერთხელ ვიმეორებ, უშუალო შეხებაც მქონია ბევრ მათგანთან, მაგრამ ისე არ ვიცნობ, როგორც მაგალითად ამ ორ დიდ პოლიტიკოსს და კარგ ადამიანს ვიცნობ. მე ვთვლი, რომ ეს ორი კანდიდატურა საკმარისია იმისათვის, რომ მე მქონდეს ჩემი სწორი დამოკიდებულება და შეხედულება იმ საკითხების მიმართ, რაც ზოგადად არა მარტო მე მთელ საქართველოს და ზოგადად ძირითადად ინტელიგენციას აღელვებს. ჩვენ რა თქმა უნდა ხელისუფლების სათავეში მე პირადად როგორც პიროვნებას მინდა იყოს ადამიანი, რომელიც იქნება ჭკვიანი, განათლებული, მეგობრებო, ცუდად ალბათ არ გამიგებთ, იმიტომ რომ თუ განათლება, შინაგანი კულტურა ადამიანს არ გააჩნია და ის რევერანსები თუნდაც რაც საჭიროა საზოგადოებაში, მას არ ფლობს, იცით რა, ეს იქნება ქვეყნის სირცხვილი და ჩვენ არაფერი არ გვიჭირთ ქართულ ხალხს იმისა, რომ ავირჩიოთ დიპლომირებული, განათლებული ქვეყნის ლიდერი, რომლის პოტენციალი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდი გააჩნია საქართველოს, აი რიგი ადამიანები და რომლებიც არიან სამოღვაწეო ასპარეზზე, გნებავთ ხელოვნების მიმართულებით, გნებავთ იყოს სპორტის მიმართულება და სფეროს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარი აკმაყოფილებდეს იმ კრიტერიუმებს, რომელსაც უნდა ფლობდეს ქვეყნის ლიდერი, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა ამ ეტაპზე საუბარია პრეზიდენტზე და ქვეყნის პრეზიდენტი, რადგან ის წარმოაჩენს თავისი მანერებით, თავისი განათლებულობით ქვეყნის იმიჯს. მე ვისურვებდი, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულებიყოს, ის მღელვარე ფაქტები და მოვლენები, რაც სამწუხაროდ დღეს არის ჩვენ საქართველოში და კონკრეტულად მძვინვარებს დედაქალაქში, აი ძალიან უწუხარ არც მინდა ტელევიზიებს, თუნდაც სხვადასხვა არხებზე გადავიდი რაიმე ინფორმაციის მოსმენა, რომ რაღაც დარბება მოხდა, რომ ვიღაც წემეს, დაიჭირეს, ძალიან შევწუხდი დღეს ტელევიზიაში გავიგე, რომ ანუ 400-მდე ადამიანი არის ასე ვთქვათ ტრამირებული და დაკავებული კიდევაც და რა ვიცი ძალიან ნერვიულობ ამ ყველაფერს და მტკივნეული ამ ყველაფრის გაგება. საკუთარ მოსახლეობას ყველამ უნდა მოусმინოს ნებისმიერმა ლიდერმა, ჩვენ შეგვიძლია დავждდეთ გამონახოთ საერთო ენა, არ არსებობს საქმე, რომელიც არ იყოს მოგვარებადი, სანამ არ არის გვიან გონიერებას მოუხმოთ ყველამ, ძალიან გთხოვთ, დიდებს, პატარებს, ნებისმიერი თაობის და ასაკის ადამიანს და დიალოგით მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება, შევჯერდეთ ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, დავსახოთ უკეთესი მომავალი, აი ეს ჩვენი შინაგანი მძიმე მდგომარეობა, რა თქმა უნდა ხელსაყრელია ბევრი სხვა ქვეყნებისთვის, ჩვენი ცუდი მდგომარეობა, ჩვენსავე ცუდ
იმიჯებს ლაპარაკობს, შინაგან კულტურას არ პასუხობს ასეთი ქმედებები და მოდით ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს პატივი ყველამ ძალიან გთხოვთ, მე მოუწოდებ განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდობას, რა თქმა უნდა ჩვენ უნდა მოусმინოთ ახალგაზრდობას და უნდა მივიღოთ მათი შეხედულებებიც, მათი აზრიც, დავიყენოთ ეს ნიჭიერი ახალგაზრდობა ჩვენს გვერდით, გამოცდილ პოლიტიკოსებთან ერთად შეიძლება ამ ახალგაზრდობის ძალიან კარგად მართვა, რადგან ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა და ჩვენი ქვეყნის მომავალი და ბირთვი მათზე ბევრი რამე არის ძალიან დამოკიდებული და ნიჭიერ პოლიტიკოსებს სწორი პროგრამით შეუძლიათ ყველაფერი საკითხი ნიშანდობლივი აი ის ფუნდამენტური რაც არის მოუგვარებელი ქვეყანაში მოაგვაროს. მე კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადავუხდი ტელევიზია ქართულ ჩემი მოწვევისათვის, იმ დაფასებისათვის, რასაც მე ფაქტიურად გრძნობ საქართველოში და კონკრეტულად ამ ტელევიზიიდანაც ჩემი აზრი თუ იყო კომპეტენტური მეგობრებო, მე ჩემი შეხედულება, ჩემი აზრი დავაფიქსირე. მე მინდა ბოლოს თხოვო ყველას რომ ძალიან კიდევ ერთხელ გონივრულად ვიმოქმედოთ, მოусმინოთ ერთმანეთს, ვცეთ ერთმანეთს პატივი და მივიღოთ ის კონკრეტული და სწორი გადაწყვეტილებები, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის სასიკეთო, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი ხვალინდელი და დანარჩენი დღეები, რაც არის საქართველოს ისტორიაში, რაც უნდა იყოს და იქნება ათეული საუკუნეების მანძილზე. გთხოვთ ყველას დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მე მშვიდობას ბედნიერ დილას, ბედნიერ საღამოს, წარმატებებს, ხვავს ბარაქას, რამდენი ახალი წელი მოდის და ყველაფერი კარგი მინდა ჩემი ყველა ქართველის და ზოგადად არა მარტო ქართველების, საქართველოში ცხოვრები ყველა ეროვნების ადამიანისათვის იყოს ძლიერი ჩვენი საქართველო, ეს იქნება ჩვენით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. გავუგოთ ერთმანეთს, დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში და ვიზრუნოთ უკეთესი ხვალინდელი დღისათვის. გმადლობთ ყურადღებისათვის.